ეხლა დღეს ეხა რო თქვა პატრიარქო რომ ქართველი მიყვარს თავის ცუდით და კარგით ხო აი ამაზე ვფიქრობდი გუშინ ძალიან ბევრზე კი ხო მაინც ხო ეს ეხა ისტორიას რო გადახედოთ ხო მაინც ესეთი ჰარი-ჰარალი ხალხი ვართ რა ჩვენ რა ჰარი-ჰარალი ხალხი ვარ და თავის დადებითით და უარყოფითით თვისებებით და კი ბატონო ესე ვთქვათ წარმოიდგინეთ ხა პირველად ესე ვთქვათ გურჯი სიტყვა გურჯი გამოჩნდა როდესაც აი ესე ვთქვათ მაჰმადიანობა დაიწყო და ეს ძალიან ბევრი ერები გამაჰმადიანდნენ და რაღაცა მაგრამ გელი ხო გურჯი ესე ვთქვათ ესე ვთქვათ გელს ნიშნავს და გურჯისტანი ნიშნავს გელთა ქვეყანას ხო ეგეთი არა ეგ არ არის გელეთი ანუ ეხა როგორ იმათი იმათი კი ბატონო იმათი წყაროებიდან ვიძახი რა ირანული წყაროებიდან რა და არა იმიტომ რომ რაღაც გელი როგორც თავდამსხმელი და რაღაცა ანუ გელი მოუთვინიერებელია რა ხო შეიძლება ჰარი-ჰარალეც ყოფილიყავით ისიც ყოფილიყავით ესეც ყოფილიყავით მაგრამ ქრისტეს იდეას არ გვალატობდით არასდროს რა. ამას ვეწირებოდით ხა იმ დღეს ვფიქრობდი რომ წარმოიდგინეთ კახეთში აჯანყება მიდის 1659 წელია ბახტრიონის აჯანყება მიდის ხო მე ჩაახშეს ეს აჯანყება და შემდეგ აი ამ აჯანყების მოთავეები ვინც იყვნენ ხო ეს შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები აგერ ბიძინა ჩოლოყაშვილი ესენი გაიწვია შახაბაზმა და მაჰმადიანობის ესე იგი დატოვება მოთხოვა და ამის გულისთვის წმინდანები გახდნენ არა მთელი ჩვენი ისტორია ეგ არის აბა მითხარით თქვენს სად ხდებოდა ესეთი რაღაცა რომელ ქვეყანაში რომ მეფეები წმინდანები ხდებოდნენ წამებულები ხდებოდნენ დედოფლები წამებულები ხდებოდნენ ეს ხო მარტო ჩვენთან არის ანუ ის ყველაფერი შეიძლება იმიტომ იძახის უწმინდესი რომ ცუდიან კარგიანად მიყვარსო იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სიკვდილი რომ მოდის იქ ქრისტეს მაინც არავინ არ ღალატობს კი ბატონო აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. გენის შესახებ ბატონო გია სწორად ბრძანებთ. ნამდვილად გენის შესახებ ნამდვილად ყველა არის გაკვირვებული. თუნდაც ახლა საქართველოში ბოლო 20 წელიწადი განსაკუთრებულად და 25 წელიწადი შეიძლება ითქვას, გააფთრებით მუშაობენ, რომ მართლმადიდებლობას თუ სკეჩები და თუ იუმორი ვითომ და თან რაღაცები ხო ეს ახლა არავის არ გვეპარება ხო? ყველა ის კიდარ მიმართო თან ვითომ გულშემატკივრობითი საუბარი და სინამდვილეში და ასე ვთქვათ ერთი სული აქვს როდის მოისპობა საერთოდ. აქ ამ ფენომენს და ამ მილიონნახევარი ადამიანმა კიდევ ესეც დაანახა, რომ ამ ხალხში ეგრე მეტად აქ მარტო პატრიარქის როგორც ღვთის ტახტის მფლობელის და ღვთის ტახტის მეუფისად მიმოვიდნენ სათაყვანისაცემად და იქ პატივის მისაგებად და იქ ასე ვთქვათ ამ ხალხის გულში, სულში ეს დევს, გენეტიკაში დევს. ამას ესე ადვილად ვერ მოსპობენ. ეს არის გამორიცხული. ხო, აი ქრისტეს იდეას არ ღალატობ. არც პატრიარქი არაფერ შუაში არ არის, არც არანაირი მეუფე არაფერ შუაში არ არის. აქ ის მთელი ისტორია ჩვენი ეგ არის, რომ ქრისტეს იდეას არ ღალატობ. კი. აი ეს არის ყველაზე უფრო მთავარი და ახედა ამათ გონიათ რომ ვიღაც მეუფეები, ვიღაც ჯიპები, ესენი ის ეგეთი სიტუაცია იყო, ზუსტად ეგეთი ბრალდებები იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. ზუსტად ეგეთი ბრალდებები იყო მენშევიკური მთავრობის მხრიდან. ზუსტად ეგეთი ბოლშევიკური მთავრობის მხრიდან. თავარი იყო ერთი, რომ ქრისტეს იდეისთვის არ გვიღალატია დაწყებული აი იმ თავიდან, როდესაც ჩვენ ქრისტიანი ქვეყანა გავხდით.